1951 წლის 4 ნოემბერს საზეიმოდ გაიხსნა თბილისის ზღვა. გაბომშრალი მოწყურებული სამგორის მიწა თითქოს დაეწაფა ნანატრ ივრის წყალს. მახსოვს შემოდგომის მზიანი დღე იყო. იმ ეპოქის ხშირად ფორმალური ძალით მოწყობილი დღესასწაულებისაგან განსხვავებით ეს იყო ნამდვილი სახალხო ზეიმის მანიფესტაცია. ხალხის ნატვრა 3 ნოემბერს სამგორის მშენებლებმა იური კალი მაგისტრალურ აქტში გადაუდგა. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ალბათ უჭირდა მთლიანად ჩართულიყო და ლაღად გაეზიარებინა თანამოქალაქეთა ბავშვურად ხალასი ემოციები, იყო ამ ზეიმის მთავარი სტუმარი და მთავარი შემოქმედი, კანდიდ ჩარკვიანი. მას ალბათ გამუდმებით ყურში ჩაესმოდა სტალინის მიერ წინა დღეს ნათქვამი ფრაზა "ხუდ будет товарищ ჩარკვიანი" და დაზაბულად მოელოდა თუ რა იქნებოდა მის მიმართ განხორციელებული შემდეგი ნაბიჯი. ბავშვები პატარები ვიყავით მაშინ და ბუნებრივია მშობლები ბევრაბეს გვიბალავდნენ. არ გვევდებოდნენ არაფერს იმის თაობაზე თუ რა ტრიალებდა მათ გულში. მაგრამ ჩვენ რაღაცებს ხვდებოდით და ჩვენს დასკვნებს ვაკეთებდით. კვირაობით და უქმე დღეებში მამაჩემს ქალაქგარეთ დავყავდით ხოლმე. ვთევზაობდით, ნადირობდით, ას ბუნებას ვაკვირდებოდით და მამაჩემი გვასწავლიდა ხოლმე ყოველი ბალახის, მცენარის, არ ვიცი, ყვავილის თუ ფრინველის დასახელებას, რომელიც დღემდე მახსოვს სხვათა შორის. 7 და 8 ნოემბერი უქმე დღეები იყო. აქ, აი, ჩვენს წნეთის აგარაკზე, ჩვენი შავი შევროლე, მახსოვს უკვე 8-ში გამზადებული იყო. გარშემო ტრიალებდა დაცვის ხალხი, მაგრამ რატომღაც კანდიდ ჩარკვიანმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ წნეთში დარჩენილიყო. მახსოვს ეს დღე რაღაც საშინლად გაიწელა. აღარ თავდებოდა. იმდენად უაზრო მეჩვენებოდა ესე იგი ყველაფერი, რომ ისიც კი დამამახსოვრდა თუ რა კერძები მოამზადა ჩვენმა მზარეულმა ლევან ხომასურიძემ. აი აქ იყო სწორედ სამზარეულო. მეორე დღეს, მეორე დილით 9 ნოემბერს სკოლაში წაგვიყვანეს. 9-ში მივედი ცენტრალურ კომიტეტში. ჩვეულებრივია და ხედა მაგიდაზე დებს ვებერთება დეპეშა. დაწებებულია. ავი მაშინ წავიგეთ და ასეთი სათავე აქვს. взяточничество в Грузии и антипартийной группе товарища Балами. Именно საოცარი დებეშა იყო, რომ ჩვენს მუშაკებს ვიდეებ გაუბედნიათ გადაბეჭდვა. და პირდაპირ მომიტანეს და დამიდეს მაგიდაზე. დებეშის დასაწყისში ეწერა, რომ მეკვლამეობას ხელს უწყობს ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი ბარამია. და შემდეგ მოდიოდა ზოგადი სენტენციები, რომ ახლა ამას მეგრელები აკეთებენ, შემდეგ რაჭველებს გამოუჩნდებათ ასეთები პატრონი, მერე ქართველებს და ამგვარად საქართველოს საქმე ცუდად წავაო. სტალინის აი ამ დადგენილებით დაიწყო ეგრეთ წოდებული მეგრელთა საქმე, რომელმაც უამრავი უბედურება მოუტანა ათეულობით ადამიანს და მათ ოჯახებს. აგრეთვე ძალიან სერიოზული ტრავმა მიაყენა ქართველი ერის სულიერ სიჯანსაღეს. მიზნები ამ საქმის არასაკმაოდ სცილდებოდა ადგილობრივ ქართულ პოლიტიკას და მისი საბოლოო განზრახვის ვექტორი მოსკოვისკენ იყო მიმართული, სადაც სტალინი აპირებდა რაღაც რადიკალურად შეეცვალა სიტუაცია. იმ დროისათვის კრემლში იოსებ სტალინი უკვე თავის მთავარ მოწინააღმდეგედ მეორე ქართველს მიიჩნევდა ლავრენტი ბერიას. ამ საქმის მთავარი ფიგურა იყო ბერია. თვითონ ეშმაკი კაცი იყო და ყველაფერს გრძნობდა, ამაში შემდეგ დავწმუნდი. მეგრელთა საქმე ალბათ ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე საკითხია და ეს ასე დაიწყო. ჩვენთან ცენტრალურ კომიტეტში მუშაობდა მიხეილ ბარამია. ჩვენ იგი აფხაზეთის საოლქო კომიტეტიდან დავაწინაურეთ მეორე მდივნად. როცა ბარამია გადმოვიყვანეთ,
მე გადავწყვეტე აფხაზეთში გავგზავნა აკაკი მგელაძე. მგელაძე ბერიას დროს შერისხული იყო. მეტიც გინაღამ დაიჭირეს. მაშინ კომკავშირის ცეკაში მუშაობდა მოსკოვში. გამოიძახეს მოსკოვიდან და მთელი თვენახევარი ბერიას მისაღებში იჯდა დაკითხვებზე. საბოლოოდ ბერიამ ბიუროს ერთ-ერთ სხდომაზე გამოაცხადა, რომ მგელაძის მიმართ ბრალდებები არ დადასტურდაო და ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის სამუშაოზე გავაგზავნოთ. გადასვლა მისი ნავთობის მრეწველობის ტრესტის მმართველად დანიშნა. მგელაძე ყოჩაღი კაცი იყო და საერთოდ კარგად მუშაობდა. მას კომკავშირიდან ვიცნობდი, მიმაჩნდა, რომ შეიძლებოდა უფრო დიდ სამუშაოზეც ყოფილიყო გამოყენებული. ბარამიას გადმოყვანის შემდეგ გადავწყვეტე, რომ ის წამომეყენებინა აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივნად. გავუწიეთ ანგარიში იმასაც, რომ აფხაზეთიდან იყო. კარგად დაიწყო მუშაობა, მაგრამ მერე ცუდი საქმე მაინც გააკეთა. მგელაძეს ძალიან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ბარამიასთან. ამიტომ სოხუმში ბარამიას მიერ დატოვებულ ხალხს სამსახურიდან მასიურად ხსნიდა. ისინი ბარამიასთან ჩამოდიოდნენ საჩივლელად. ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. ბარამიას მოაქვს ამბები მგელაძეზე, მგელაძე ჩამოვიდოდა და მომიტანდა ამბებს ბარამიაზე. ბოლოს ორივეს დაველაპარაკე. მდგომარეობა თითქოს გამოსწორებული ჩანდა, მაგრამ დაპირისპირების ნაბერწკალი თურმე მაინც ღვიოდა. როცა 1951 წელს სტალინი აფხაზეთში ისვენებდა, მგელაძემ მომენტი არ გაუშვა და გამოიყენა ის ბარამიას საწინააღმდეგოდ. სტალინს მიუტანა 3 ფაქტი. პირველი ეხებოდა სოხუმის რაიონის პროკურორს კვასალიას. მას მეხთამეობას აბრალებდნენ. მეორე საქმე რაიონული გაზეთის ხელმძღვანელს ეხებოდა. წვრილმანი საქმე იყო. ამ ხელმძღვანელს რედაქციისთვის მანქანის უკანონო შესყიდვას და გაფორმებას აბრალებდნენ. მესამე იყო აფხაზეთის მონადირეთა კავშირის თავმჯდომარის, ვინმე შონიას საქმე. ეს 3 ფაქტი დაიხვია ხელზე მგელაძემ და ბრალი დაждო ბარამიას ამ ხალხის მფარველობაში. სტალინს კი ისეთი სახით წარუდგინა ყველაფერი ეს, რომ ამას ბარამია აკეთებდა მხოლოდ მეგრელების მიმართ და ეს იყო მეგრული ნაციონალიზმის გამოვლინება, რომელსაც მხარს უჭერდა ბარამია. სწორედ მგელაძის საუბარს სტალინთან მოყვა ამ უკანასკნელის აღშფოთებული ზარი ჩარკვიანთ და შემდეგ კი ის ალბედით დადგენილება, რომელიც ბუნებრივია საქართველოს ცენტრალური კომიტეტისაგან რეაგირებას მოითხოვდა. ამ ინფორმაციას ყველაფერი დანარჩენი უკვე სტალინმა დაუმატა თავისი ფანტაზიით. შეიქმნა მითი, რომელმაც გადაიყოლა საქართველოს ცეკას მაშინდელი ხელმძღვანელობა. ყველანი მოხსნეს. მეგრელი თანამშრომლები კი დააპატიმრეს. თუმცა ეს ოდნავ მოგვიანებით მოხდა. ოხსენდეს ხალხი ყველა. ვინც იქ იყო დასახელებული. მოსენ ბარამია, ეჯენაძე, მხოლოდ მე გავაკითხილე. სახლში გავედაძაბლე დასამეთი. მერე ჩავედი სტალინთან. ძალიან მხიარულად დამხვდა. დაგებული ჰქონდა უკვე ყველაფერი. მაინც მოუყვევი გატარებულ ღონისძიებებზე. ჩვეულებრივად მიიღო. ისიც კი მითხრა, შეიძლება დამნაშავეები არც არიან, მაგრამ უფრო ჭკუით იქნებიანო. ერთი დღე დავრჩი და დავბრუნდი უკან. მერე დატრიალდა ამბავი, მაგრამ როგორი? კრემლიდან სტალინის სახელით დამირეკა მალენკოვმა და მეუბნება. მგელაძე აირჩიეთ ბიუროს წევრადო. არასდროს ყოფილა აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანი, საქართველოს კომპარტიის ცეკას ბიუროს წევრი, მაგრამ რას ვიზამდი? პლენუმი მოვიწვია. ავირჩიეთ მგელაძე ბიუროს წევრად. მაშინვე მივხვდი, რაშიც იყო საქმე. მგელაძე შემოგზავნეს როგორც შპიონი. ამ ამბებიდან გასულია 2 თუ 3 კვირა. წყნეთში ვარ. ამერიკა რუხაძემ და მეუბნება. ბარამია და ჭიჭინაძე მოსკოვში გაფრინდნენო. მე გაფრთხილებულები მყავდნენ, რომ ქალაქიდან არ გასულიყვნენ, მაგრამ არ დამიჯერეს. ჩანდა ისინი გულუბრწყვილად უყურებდნენ ამ საქმეს. ეგონათ თუ მოსკოვში გაასაჩივრებდნენ საქართველოს ცენტრალური კომიტეტის გადაწყვეტილებას, ამით საქმეს უშველიდნენ. ვიცოდი, ერთი არასწორი ნაბიჯი და მათი ბედი გადაწყვეტილი იქნებოდა. რუხაძემ მითხრა, შემიძლია როსტოვში ჩამოსვაო. ესეც სახიფათო იყო. შეეძლოთ ეთქვათ, ამ ხანაგებს მოსკოვში უნდათ გაესაჩივრებინათ თავისი საქმე და თქვენ არ გაუშვით, შეაჩერეთ და ახლა ამისთვის დაედოთ ბრალი. კარგი უთხარი რუხაძეს, წავიდნენ. ვიცოდი, სტალინს ისინი მაინც ვერ ნახავდნენ, მაგრამ ბერიას იმედი ჰქონდათ ალბათ. მაგრამ
რა იცოდნენ იმ დროს თვითონ ბერია რა მდგომარეობაში იყო. მერეგავს პოსტგრებიშევი. მეკითხება, იცით სად არის ბარამია? უთხარი რომ წავიდა. როგორ, უთქვენოდო მკითხა? ჭიჭინაძე, როგორ ისიც? პოსტგრებიშევმა ყველაფერი ეს მოახსენა სტალინს. ამ საუბრის შემდეგ დავურეკე პოსტგრებიშევს და სტალინთან შეხვედრის ნებართვა ვთხოვე. კარგი, ჩამოდიო. ჩავედი. სტალინი დამხვდა საშინლად მოღუშული. მაშინვე ამაზე დამეწყო ლაპარაკი. ეს ამბავი მგელაძეს უკვე მოხსენებული ჰქონდა. მეკითხება სტალინი. Вы дали Барамия право вылететь в Москву? Нет, товарищ Сталин, никакого разрешения. Наоборот, я предупредил его ни в коем случае ни шагу без разрешения ЦК и никуда не выезжать. Კარგი, მაშინ დაურღვევია პარტიული დისციპლინაო. ჭიჭინაძე სადღა არისო. ჩანდა ჭიჭინაძეზე არ ქონა ნათქვამი პოსტგრებიშევს. მეუთხარი ისიც მოსკოვში ამხანაგო Сталин. Он тоже? Да это значит, они там с кем-то хотят связаться. А что вы собираетесь с ними сделать? Меутхариром давждит, когда я приеду, дадим строгий выговор. Сталин вам и посуха. Строгий выговор? Разве этого достаточно? Кешения кац алшецте торем. Эсени დასაჭერები არიან. ესა თქვა და ოთახიდან გავიდა. ასე ეცოდა ხოლმე. უცბად გავიდოდა ოთახიდან. ბერია ამ საუბარს ესწრებოდა და გაჩუმებული ისმენდა ჩვენ საუბარს. მცირე ხნით მე და ბერია მარტო დავჭით. სტალინი მალე შემოვიდა და თქვა: Надо их арестовать. Они нечестные люди. ბერიას მანამდე ხმა არ მოუღია. ახლა ჩაერია ლაპარაკში. Да, верно, товарищ Сталин. ისე როგორც იცოდა. Кому они нужны эти негодяи? ასე გადაწყდა მათი ბედი. დავბრუნდი მოსკოვიდან, განვიხილეთ ბიუროს სხდომაზე და გადავწყვეტეთ მათი დაპატიმრება. დაიწყო გამოძიება. თავიდან ორივე გაჩუმებული იყო, არაფერს ამბობდა. მაგრამ მერე ბარამიამ ძალიან ცუდი ჩვენებები მისცა, რომლის საფუძველზე დააპატერეს მთელი სამეგრელოს რაიონის რაიკომის მდივნები. ეს ჩვენებები ბარამიას ჯოხით მიაცემდეს. ცოტა ხანს შემდეგ სტალინი აღარენდო ჩვენს გამოძიებებს და 20 თუ 30 გამოძიებელი გამოიძახეს მოსკოვში. ჩამოვიდა ბრიგადა, ვიღაც ცეპკოვი იყო, იმათი მეთაური, ცნობილი გამოძიებელი, რომელიც ჯოხის საშუალებით გეგმულობდა ჩვენებებს. ეს ცეპკოვი ჩამოვიდა რა მეორე კიდევ რა უქნეს. თურმე ასეთი მეთოდი ჰქონდა. ძილის საშუალებას არ აძლევდა. ესე იგი, ეს 20-30 კაცი რატომ შევდებოდა? განუწყვეტლად დაკითხავდნენ. მთელი დღის განმავლობაში ერთი გამოძიებელი გამოიწვდება, მერე მეორე დაждდება, მერე მესამე, ეს პატიმარი ხომ ერთია კაცო. ხო და უძილო ადამიანი ყველაფერს იტყვის. მაგრამ იყო ერთადერთი პიროვნება, ჭიჭინაძე, რომელსაც ვერც ჯოხით, ვერც უძილობით ვერაფერი ათქმევინეს. კარცერშიც ჩასვეს, რომელშიც გამართული დგომა შეუძლებელი იყო. ვნახე მისი ჩვენებები. მე ერთგული კომუნისტი ვარ და მეტი არაფერი ვიცი. აი როგორები არიან ადამიანები. თავად ის, რომ სტალინის განზრახვა გაცილებით უფრო დიდ ცვლილებებს გულისხმობდა, ვიდრე უბრალოდ ერთ რესპუბლიკურ პარტიულ ორგანიზაციაში რაღაც ისეთ გადახალისებას, თუნდაც იგი მისი ხელმძღვანელობის ნაწილობრივი ლიკვიდაციის ხარჯზე, იმაში გამოვლინდა, რომ მან აი იმ ალბედით დადგენილებაში, რომელიც უკვე არაერთხელ ვახსენეთ, დააკავშირა აი ეს ანტიპარტიული ჯგუფი ქართულ ემიგრაციასთან, რომელსაც იგი მიიჩნევდა თავის ყველაზე საზრდოო მტრად. მაგრამ საქმე ისაა, რომ იმ დროისათვის, როცა ეს დადგენილება დაიწერა, ბარამიას ჯგუფის წევრები დაპატიმრებულები არ იყვნენ და საერთოდ გამოძიება დაწყებულიც არ იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სტალინმა, ასე ვთქვათ, აპრიორი გააჟღერა ეს აზრი, რითიც უკვე მიმართულება მისცა გამოძიებას. ეს საქმე ემიგრაციასთან იყო დაკავშირებული. ეს საქმე იყო დაკავშირებული იმასთან, რომ დადგენილებაში პირდაპირ ეწერა რომ ჟორდანია და მერდა
ამიტომ მისი იმედი დიდი არ აქვს უცხოეთის დაზვერვებს და მათ კურსი აქვს აღებული უფრო ახალგაზრდა და უფრო ენერგიულ გეგეჭკორზე. და გეგეჭკორი კი მეგრელი იყო და ნათესები ყავდა, დაახლოებლები ყავდა და ის ვითომ გამენასახდნენ და ჩვენ მეგრელ ამხანაგებზე. ყველასათვის და მით უმეტეს სტალინისათვის ძალიან კარგად იყო ცნობილი, რომ ევგენი გეგეჭკორი ბერიას მეუღლის ქალბატონი ნინო გეგეჭკორის უახლოესი ნათესავი. ევგენი გეგეჭკორი ნინას მამის ბიძაშვილი იყო. როცა საფრანგეთში პეტრე შარია გავაგზავნეთ საქართველოს განძის ჩამოსატანად. მან პარიზში განძის მცველად აიყვანა ნინას დიშვილი, შავდია, რომელიც ომის დროს ტყვედ ჩავარდა და მერე დარჩა საფრანგეთში საცხოვრებლად. შავდიას ხელით გეგეჭკორმა ნინას ძვირფასი ხელთათმარები გამოუგზავნა. ეს ამბავი მივიდა სტალინამდე. ამის თაობაზე უკვე მერე მეგრელთა საქმის დროს რუხაძემ მისწერა სტალინს. როცა ეს მოხდა, მაშინ ჯერ ვერ გაბედავდა ბერიაზე ამის დაწერას. ახლა კი შეამჩნია, რომ დამოუკიდებლობა შეიცვალა, რომ მთელი ეს ისტორია მიმართული იყო ბერიას წინააღმდეგ და რომ მას აღარ აქვს ის ძალა. სტალინი იჭვიანი იყო და ფიქრობდა, რომ ბერია მოღალატე ქვეყნად. Магас ეკუთვნის ერთი გამოთქმა. Изменником может быть только близкий человек. Оразрывание გამოთქმა, მაგას ერთი მხრივ მართლაც изменником кто может быть? Тот, который близок к тебе. მაგრამ ამის განზოგადება როგორ შეიძლება? თავის მეუღლეს, ქალბატონ ნინო გეგეჭკორს ბერია ნინკას ეძახდა. სახლში უფრო რუსულად ლაპარაკობდნენ, ან მეგრულად. მისი ცხოვრება ისე აეწყო, რომ ახალგაზრდობაში ნაკლები შეხება ჰქონდა ქართულ სამყაროსთან. სოხუმში დაწყებითი სკოლა დაამთავრა და მერე გადავიდნენ ბაქოში, სადაც სწავლობდა არქიტექტურულ ტექნიკუმში. აქ წყალტუბოში, აი ამ სამთავრობო აგარაკზე, რომელიც დღეისათვის მთლიანად გაპარტახებულია. დედაჩემი და მე ზოგჯერ ნინა ბერიასთან ერთდროულად ვისვენებდით. შემსმეციერებაში იგი დარჩა როგორც ძალიან ლამაზი ქალბატონი, ოქროსფერი თმითა და მწვანე თვალებით. ამ აგარაკის მაშინდელი დირექტორი ვარდენ ჩიქოვანი სპეციალურად ნინა თეიმურაზოვნასათვის, როგორც მას უწოდებდნენ, თავლაში სამ ჯიშიან ცხენს ინახავდა. მეჯიდიბე ბორჩალოდან ჩამოყვანილი ახალგაზრდა ბიჭი რაშიდი იყო. ნინა ცხენით დილაობით სეირნობდა. რაშიდთან და დაცვის თანამშრომელთან ერთად აუყვებოდა ხოლმე გუბისწყლის ნაპირს და სადღაც შუა დღისათვის დაბრუნდებოდა. სადილის შემდეგ იგი ყოველთვის თხოვდა, რომ დამეკვრა შავ როიალზე, რომელიც იგი გააქვს სასადილოში. ეს როიალი იყო ომის შემდეგ ჩამოტანილი გერმანიიდან. მას განსაკუთრებით მოსწონდა ჩაიკოვსკის აპრილი, წელიწადის დროებიდან. ზოგჯერ გვერდში დამიჯდებოდა ხოლმე და თავადაც ცდილობდა, რომ დაეკრა. საღამოობით იგი მთელ თავის მოსკოვიდან ჩამოყვანილ დაცვას თავიანთი ოჯახებით აი აქ სპორტულ მოედანზე მოუხმობდა ხოლმე. და ბავშვს მიმართავდა ყველაზე მაღალი წოდების დაცვის თანამშრომელს. ასე ეტყოდა ხოლმე: "Я буду арчевани, а ты будешь арадани." თორად გაიყოფოდნენ და დაღამებამდე თამაშობდნენ ფრენბურთს. ამ აგარაკზე იყო მხოლოდ ერთი ტელეფონი, ის ხოლში იდგა, დაბლა. და მახსოვს ან ადრე ძალიან დილით, ან შუაღამეზე მესმოდა თუ როგორ ელაპარაკებოდა ნინა ლავრენტი ბერიას მოსკოვში მეგრულად. თავად ლავრენტი ბერია აქ მე მგონი არასდროსაც ჩამოსულა. მას რამდენჯერმე მოუკარი თვალი გაგრაში, პლაჟზე და აგრეთვე როცა ის თამაშობდა ჩოგბურთს თავის მე-19 აგარაკზე. ასე ერქვა ბერიას აგარაკს გაგრაში. მის სისასტიკეს და დაუნდობლობას არ ქონა საზღვარი. თავისივე კაბინეტში შეეძლო მიწასთან გაესწორებინა ადამიანი, ფიზიკურად გაენადგურებინა. თუ კი ცეკას ბიუროზე ვინმეს დაუყვირებდა, ეს ნიშნავდა, რომ ეს კაცი უკვე განცერული იყო. განსაკუთრებით ძნელი იყო შეგუებოდი მის ცინიზმს. მახსოვს ერთი შემთხვევა ოპერის ლოჟაში ვისხედით. ნინაც იქ იყო. ლავრენტი მოუტრიალდა ცოლს და ეუბნება: "ნინკა, შეხედე იმ კაცს, სულ ჩხეიძეს არ გავსო. 3 დღეა რაც დავხრიტეთ და აგერ მოსულა და კიდევ აგზისო." ამას სიცილით ამბობდა. ჩხეიძე იპოდრომის დირექტორი იყო, ყოფილი კავალერისტი. დახვრეტამდე ბერია მას კარგად იცნობდა. იქნებ მეგობრობდა კიდეც, რადგან ცხენსაშენში ხშირად დადიოდა საჯირითოდ. ნინასაც უყვარდა ცხენები.
როცა მეგრელთა საქმის წინასწარ დაგეგმილი საზარელი სვლა ფინალს უახლოვდებოდა, სტალინი მოულოდნელად გარდაიცვალა. იგი 1953 წლის 9 მარტს მავზოლეუმში დაასვენეს ლენინის გვერდით. სახალხო გლოვამ ისტორიაში არ დახულ მასშტაბსა და სიმძაფრეს მიაღწია. ბერიას შეხვდი 17 მარტს. აქედან რომ წავედი, საკავშირო ცენტრალურ კომიტეტში ინსპექტორად დავნიშნეს. მალეკოვმა მითხრა სტალინს ვუთხარი და დათანხმდა. ბერიასთან მთელი წლის მანძილზე ვერ მოხვდი. სულ რაღაცას იმიზეზებდა. სინამდვილეში ეშინოდა სტალინი გაიგებს, რომ შეხვდნენო. ის ეჭვიანი კაცი იყო და რაც ბერია იყო ნაკლები. მერე დავანებე თავი. აქ მგელაძე სიგიჟემდე იყო მისული. მლანძავდა გაზეთებში. სტალინის ხასიათი ვიცოდი, თუ კაცზე ხელს აიღებდა, აღარ შემოbrunდებოდა. სტალინის სიკვდილის შემდეგ დაურეკე ბერიას. მოდიო მითხრა, აგერ ვარ შინაგან საქმეთა სამინისტროშიო. უნდა აღვნიშნო, რომ ეს იყო ძალიან დასამახსოვრებელი და სამწუხარო შეხვედრა. რომ შევედი არ ადგა. დამჯდარმა ხელი ჩამომართვა. სტალინს არ გლოვობდა. კაცი გახარებულია ფოტოზე. მგელაძე კიდევ ხმაურობსო, იკითხა. მერე მოძგა სტალინს. პირველად გავიგონე სტალინის აუგად მოხსენიება. თქვა, სტალინი არაფერს არ აკეთებდაო. ჩვენ ვაკეთებდით ყველაფერსო. 2 საათი ლანძღავდა. არც ნიჭი ჰქონდაო და არც უნარიო. მივხვდი, რომ სტალინის წინააღმდეგ რაღაცას ამზადებდნენ. პიროვნების კულტი, ეს ცნება ბერიას სეკრეტარიატში წარმოიშვა. მერკულოვი შექმნილი იყო, თბილისელი რუსი იყო, დედა ყავდა ქართველი. ბერიას სხვებიც უწერდნენ, მამულოვი, შარია, ლუდვიგოვი. მერკულოვი საბოლოო ინსტანცია იყო. მერე ხრუშჩოვი შეეცადა ეს ტერმინი, პიროვნების კულტი, მიეთვისებინა. ისე იგი ბერია ჯგუფიდანაა წამოსული. მანამდე გაყვიროდა რომ სტალინია ყველაფერი. თვითონ ეგ მაგას გაყვიროდა. ახლა მათეულე მოგეს. ჩვენ მოვიგეთ. ერთი პუნქტი ახლა ყველაფერი აღარს მახსოვს. თუმცა დასაწყისებელი არ არის, რომ დაფიქრე ყველაფერი მოიგონო. ლაპარაკი გაგრძელდა 2 საათი. ცოტა ხანში შარიას გკითხენ, თუ რა ბედი ეწია განცხადებას, რომელიც ბერიასთან დავტოვე. ასე მიპასუხა, ბერიას რომ ვკითხე თქვენი განცხადების შესახებ, ნადა უნიჩტოჟიც მითხრაო. მე დავაზუსტე შეკითხვა, что надо уничтожить? Заявление? Его автора надо уничтожить. იყო ბერიას მოკლე პასუხი. ჩემი განადგურება ჰქონდა დაგეგმილი. თუმცა ჯერ შუა აზიაში, ტაშკენტში გადამასახლა, როგორც საბჭოთა სისტემისათვის საშიში ადამიანი. მინდა შეგახსენოთ, რომ კანდი ჩარკვიანის ბოლო შეხვედრა ლავრენტი ბერიასთან 1953 წლის 17 მარტს შედგა. ერთი კვირა იყო გასული მას შემდეგ, რაც იოსებ სტალინი მავზოლეუმში დაასვენეს. სავსებით შესაძლებელია, რომ სტალინის პიროვნების კულტის დაგმოვის იდეა მის სიცოცხლეშივე გაჩნდა. მაგრამ ამ იდეის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი, ლავრენტი ბერია, მის გაჟღერებას კომუნისტური პარტიის მეუცეყნელობაზე ვეღარ მოესწრო. იმ მოულოდნელი საუბრიდან 3 თვის შემდეგ იგი დააპატიმრეს და წლის ბოლოსათვის მას სიკვდილი მიუსაჯეს როგორც საერთაშორისო იმპერიალიზმის აგენტს, რომელმაც რაგინ ირონიული არ უნდა იყოს ეს, საერთაშორისო იმპერიალიზმს ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით ხელიდან გამოსტაცა მონოპოლია ატომურ იარაღს. ჯორჯ ორველი გულიანად გაიცინებს. Трудящиеся нашей страны с глубоким удовлетворением встретили приговор специального присутствия Верховного суда СССР по делу изменника Родине Берия и его сообщников. Митинг рабочих гидротурбинного цеха на металлическом заводе имени Сталина в Ленинграде. Выступавшие заявили: решение суда, приговорившего заговорщиков к высшей мере уголовного наказания и расстрелу, и приведение этого приговора в исполнение отвечают единодушному требованию советских людей. Приговор суда – приговор народа.
როცა 1991 წლის თებერვალში მე ვთხოვე მამაჩემს გაეცა პასუხები ჩემს შეკითხვებზე, მაშინ იგი 84 წლისა იყო. მე რასაკვირველია ვიცოდი, რომ მას ჰქონდა თავისეული, იქნებ სუბიექტური ხედვაც პიროვნებების და მოვლენების. თუმცა მე მთლიანად ვენდობოდი მის მახსოვრობას და სიზუსტეს ფაქტების გადმოცემის თვალსაზრისით. მაშინ მეჩვენებოდა, რომ მთავარი თემები ამოუწურეთ, მაგრამ მას შემდეგ მრავალი კითხვა გამიშთა, რომლებსაც პასუხი აღარასდროს გაეცემ. ჩვენ საუბრებში მთავარი მოქმედი პირების გარდა არაერთი პერსონაჟი გამოჩნდა. ზოგმა გაიელვა, ზოგი კი ბოლომდე გამოყვა სიუჟეტის ხაზს. ზოგმა დადებითი, ზოგმა უარყოფითი ელფერი შეიძინა. ზოგმა ერთდროულად ერთიც და მეორეც. ადამიანები გარემოებებზე რეაგირებენ. იმ სასტიკი დროის რეალობები აიძულებდნენ მათ შიშის ან სტუნების ზალით, ხელისუფლების ბიზანტიურ დერეფნებში ერთმანეთი დაესმინათ. ზოგჯერ თავის გადასარჩენად, ზოგჯერაც დაწინაურების იმედით. ბევრი მათგანი სხვა დროში რომ ეცხოვრა, სხვაგვარად მოიქცეოდა. არსებობდა შვილების პრობლემაც, მამების დაპირისპირება, რომელიც დღევანდელისაგან განსხვავებით მეტწილად ერთ-ერთის მორალური ან ფიზიკური განადგურებით თავდებოდა, სამთავრობო აგარაკებზე ცხოვრებისას დამეგობრებულ შვილებს ურთულესი დილებების წინაშე აყენებდა. როცა ფაქტობრივად თბილისიდან გაძევებული ჩვენი ოჯახი 1952 წლის ივნისში მოსკოვში მიემგზავრებოდა, მე და ჩემს ძმებს, და ალბათ აქ ორველზე უფრო მარქსი გამომადგება, სადგურში მხოლოდ ისინი გვაცილებდნენ, ვისაც თავიანთი ჯაჭვების გარდა დასაკარგი აფერი ჰქონდა. პოლიტიკური მამებისა და ბიძების კონფლიქტები საბედნიეროდ სტალინისტურ ეპოქაში დარჩა და დავიწყებას მიეცა. პოსტსტალინისტურ, ნაკლებად საშიშ საბჭოეთში მე კეთილი ურთიერთობები ჩამომიყალიბდა სტურუებთან, ბატონ დევის არასდროს უგზნობებინებია ჩემთვის რაიმე მაშინაც კი, როცა თავად იყო ცეკავს მდივანი, მგელაძეებთან, რუხაძეებთან, ბაქრაძეებთან, რაფავებთან, კარანაძეებთან და ბევრ სხვასთან. ზოგიერთ მათგანთან დღესაც მეგობრობ. მაგრამ ამ მეგობრობას არ შეიძლებოდა რაიმე გავლენა მოეხდინა იმაზე, თუ როგორ წარმოვადგენდი მე კანდიდ ჩარკვიანის პასუხებს ჩემს შეკითხვებზე. იგი მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროა და ჩვენი ქვეყნისათვის საბედისწერო მოვლენათა ერთ-ერთი იშვიათი თვითმხილველი. ვერავინ შემედავება იმაში, რომ წარსულის სწორი გაგება უკეთესი მომავლის საწინდარია. განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, სადაც ისტორიული ფაქტების მანიპულირება ლამის ყოველდღიურ რუტინად იყო ქცეული და რეციდივების სახით დღესაც გვახსენებს თავს.